თუ დავაკვირდებით ლოკალური პატარა კონფლიქტები და დაპირისპირებები, რაც გვაქვს საქართველოში, ყველაფერი არის დაკავშირებული მაინც იმასთან, რომ ადგილობრივი მოქალაქის ჩართვა არ ხდება გადაწყვეტილების პროცესში. არ ხდება დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან. პრინციპში არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც კი უკავშირდება ადგილზე რაიმე ახალი ინიციატივას, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რამეს გადაყვანა, რამეს ნებართვის გაცემა და რამე ტიპის ახალი ტურის მოწყობა და ასე შემდეგ, ყველგან არის აუცილებელი, რომ ადგილობრივი მოქალაქე იყოს ინფორმირებული, კონდეს თანხმობა ეს ინფორმირებული, გამოცხადებული, რომ კი მე ეს მაინტერესებს. საბოლოო ჯამში ამ მისკომუნიკაციის გამო, იმის გამო, რომ სექტორები ბიზნეს არ ალაპარაკებენ მოქალაქეს. ფორმალურად ხდება საერთოდ სკრინინგის, სკოპინგის, გეზეშეს და ასე შემდეგ გავლა. ამას ყველა უგულვებელყოფს, ყველას ეზარება ამის რეალურად გაკეთება. საბოლოო ჯამში სახელმწიფოს დაზარალებულია, ბიზნესის დაზარალებულია, მოქალაქეს დაზარალებულია და არავინ სტაბილურად აღარ ვითარდება. ანუ მუდმივ კონფლიქტში ხარ, იმის მაგივრად, რომ რამე შეცვალო. ამიტომ ჩვენ რაც ასევე გავაკეთეთ პატარა კურსი იმის თუ რა საფეხურებია ამის, რომ შენ გქონდეს უნარში გადასული ის, რომ ეს საფეხურები, რასაც გაძლევს ინსტრუმენტულად ჯერჯერობით ჩვენი კანონმდებლობა, რომ გაიარო ნორმალურად და სწორად.